დილით გავალოთ სახში და მას მიულოცავ მამის დღეს. მივაცან მამის დღეს. ჯამთელი იყავი. გისურვებთ ყველაფერი. მე კი საჩუქარს გავუკეთებდი პურცეს ძალიან მიყვარს. ანუ დედიკოსაც ერთხელ სამაჯური გავუკეთე რომ აჩუქეს კალენდარი და მამა ბიჭია და ახლა პურცეს რაღაცას გავუკეთებდი და მოულოცებდი. ახლა სამაჯური მამიკოსთვის რაღა იქნებოდა. მეც გავუკეთებდი. მამა გილოცავ მამების დღეს. ძალიან მიყვარხარ და ვიცი რომ საუკეთესო მამა ხარ მთელ მსოფლიოში. გილოცავ მამაჩემ მამის დღეს მიყვარხარ მამა გულში და სულში. მამა გილოცავ მამის დღეს მთელი ცხოვრება იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი. მამა გილოცავ მამის დღეს. მე შენთან ყველაფერს გაკეთება მიყვარს. გამარჯობა მამა, მიყვარხარ ძალიან. გილოცავ მამის დღე. მე შენთან ძალიან მიყვარს ყველაფრის გაკეთება. გასეირნება, ჩახუტება, ყველაფერი. მიყვარხარ ძალიან. მაგილოცავ მამის დღეს. შენ ჩემთვის ყველაზე კარგი ადამიანი ხარ. მაგილოცავ მამის დღეს. ძალიან მიყვარხარ მომენატრე. მამა გილოცავ მამების დღეს. მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამიკო ხარ. მიყვარხარ ძალიან. გილოცავ მამა მამის დღეს. ძალიან მიყვარხარ. მამა გილოცავ მამის დღეს. მე ძალიან მიყვარს შენთან ერთად წასვლა პარკში, სეირნობა, რესტორანებში სიარული და კიდევ ბევრი რამ. მამა გილოცავ მამის დღეს. მე შენთან ერთად მიყვარს საერთოდ ყველაფრის კეთება. ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ სულ ჩემთან იყო. მამა გილოცავ მამის დღეს. მიყვარხარ ძალიან. გილოცავ მამის დღეს. მამასთან შოპინგებზე წასვლა და ეზოში გასვლა რომ ვითამაშოთ ერთად. მამასთან ერთად მიყვარს თამაში. თამაშობთ რაღაცა, ანუ კარავში შევალთ, თამაშობთ რაღაცებს. კიდე მამას ვემალებით მე და ჩემი დაიგო და ხო. მე მიყვარს მამასთან ერთად გაკეთება საჭმელის ერთად ვაკეთებ, ერთად ხალისობთ. მასთან ერთად ყველაზე მეტად მიყვარს ვიდეო თამაშების თამაში, რადგან ორივე კარგად ვიცით თამაში და ძალიან ხალისობ და მასთან ერთად ბუვაშიც გასვლა, იმიტომ რომ ბევრ რამეზე ვლაპარაკობთ, რაც შეგვიძლია დაგვაკავშიროს. მამას ერთად ყოველდღე ნარდებს თამაშობთ და ჭადრაკს. ხოლმე ჩვენ სეირნობთ ბულვარში, ნაყინს ჭამთ და რომ მოვდივართ სახში, ჩვენ კიდევ ვერთობით რაღაცებს. ჩემი მამა სუპერ გმირი რო ყოფილიყო, ადამიანებს დაიხმარებოდა. რო ყოფილიყავი შენ სუპერ გმირი, შენ იქნებოდი ძლიერი. მამა რომ სუპერ გმირი იყოს, სიძლიერის ძალა იქნებოდა. მამა ჩემი ყოველთვის მისაბაძის მაგალითია და მე მის რჩევებს ყოველთვის ვუსმენ. მამა გილოცავ მამის დღეს. მე მეტყვი მამაჩემს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მინდა ვუსურვო რომ იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი, ჩემითო იყოს სამაყე, ის არის ჩემი სიამაყე და ასევე ასიწევი რომ იყოს ჩემთან ერთად, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ოჯახისთვისაც რა თქმა უნდა არის. მამა გილოცავ მამის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემი თავისი პროფესიის გამო ძალიან ხშირად ვერ არის სახლში, როდესაც ჩამოდის, ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავატარო მასთან ერთად დრო და გავაკეთო ბევრი საინტერესო აქტივობები. მამა ძალიან მეუტრები და მალე ჩამოდი. გილოცავ მამის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ჩემთვის, რადგან ყოველი წუთი ძალიან საინტერესო არის ყოველთვის. განსაკუთრებით მიყვარს შენთან ერთად არდადეგებს გატარება, თხილამურება, ჩოგბურთის თამაში, სპორტის ყურება, კიწინი ვითხო და ასეთ ვაგრძელებ ლაპარაკს. ჯობია გაჩერდე. დიდი მამის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ჩემთვის განსაკუთრებით, ვინაიდან მამა ჩემთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად თავისი პროფესიისა, სულ ვცდილობთ რომ ერთად ძალიან დიდი დრო გავატაროთ და თუ კი ქალაქშია და ბათუმშია, სულ ვცდილობთ რომ მე და ჩემმა ძმებმა, რაც შეგვიძლია, კარგი დრო გავატაროთ მასთან ერთად. აქტივობებს სულ თვითონ გეგმავს, ძალიან უყვარს ქალაქგარეთ გასვლა
და ვცდილობთ, რომ ის დრო, რასაც ერთად ვერ ვატარებთ ხოლმე წლის განმავლობაში, ერთად ავანაზღავროთ, ერთად ყოფნით და დროის ერთად გატარებით. და მოსაბოლოოდ მინდა უთხრა, რომ ძალიან მიყვარხარ და გილოცავ მამის დღეს. მამის დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, პირველ რიგში ჩემთვის, იმიტომ რომ მამა ჩემთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ბავშვობიდან და ჩემთვის როგორც ბიჭისთვის მისგან მიღებული რჩევები და საუბარი მასთან ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ახლო ადამიანი ჩემთვის, ძალიან მიყვარს და ბავშვობიდან დროს ერთად ვატარებთ ძალიან ხშირად მიუხედავად მის პროფესიისა და გადატვირთული გრაფიკისა, მამა ჩემთან გატარებული დრო ძალიან ძვირფასია ჩემთვის და მისი რჩევები ყოველთვის მეხმარება რომ უკეთესი და უკეთესი გავხდე და იმედია კიდევ დიდხანს გაგრძელდება ჩვენი მამაშვილობა და ძალიან მიყვარხარ მამა გილოცავ მამის დღეს. მამა გილოცავ მამის დღეს ძალიან მიყვარხარ და ყველაზე მეტად შენში მომწონს შრომის მოყვარეობა და თავდაუზოგაობა. მე მამა ჩემთან მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა და ის არის ჩემი მაგალითი, ძალიან მომწონს ყველაფერი ის, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს და ძალიან მადლობელი ვარ მამა გილოცავ მამის დღეს კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ყველა მამას ულოცავ ამ დღეს, რა თქმა უნდა და რაც შეეხება დამოკიდებულებას მამის ჩართულობის შვილის აღზრდაში ყოლაში, ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა დედას ვერაფერი და ვერავინ ვერ შეეცილება ამაში, მაგრამ არანაკლები არის მამის როლი, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად შევიგრძნობთ ჩვენი შვილების სურვილებს, ჩვენი შვილების განცდებს და რამდენად ჩავერთვებით ყოველ დღიურობაში მათ ცხოვრების. ხანდახან ხდება ისე, რომ ყოველდღიური დუხჭირით ჩვენ მაინც გონია, რომ პატარების პრობლემები უფრო პატარა არის და აქვე იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, როგორც ჩემი თავისადმი მოთხოვნილება, ისევე სხვასაც ალბათ გაუწევდი რეკომენდაციას, რომ ის პატარა პრობლემები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი შვილების, ის მათი ცხოვრება არის, მათი ყოფა არის და ის განსაკუთრებული არის მათთვის და ჩვენი მნიშვნელობა და ჩვენი წახმარება, არასრული დახმარება, არამედ პატარა მიმართულების მიცემა შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობის დარჩეს საერთო ჯამში ცხოვრების მანძილზე. როგორც მინიმუმ მიკრო ტრავმებს ავაცილებთ და მიკრო სტრესს და იოლად გავატარებთ ამ ცხოვრების ეტაპს. ზოგადად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ვიყო ჩემი შვილების ცხოვრებაში ჩართული, მაგრამ დღევანდელი რეჟიმიდან გამომდინარე, რამდენად გამომდის, არ ვიცი, სამსახურები დატვირთული რეჟიმიდან. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დილით ძალიან ადრე იწყება, ვცდილობთ ერთად მოვემზადოთ და ერთად მივიდეთ სკოლაში ყოველთვის. წვიმა იქნება თუ და არის, ჩვენ ვცდილობთ ფეხით მოვიდეთ სკოლაში და ამ პერიოდში მაქსიმალურად ვიყენებთ ამ დროს და მაქსიმალურად ვუყვებით ერთმანეთს ჩვენი განვლილი დღის შესახებ. ასევე სხვა მშობლებსაც მოუწოდებთ, რომ მეტი დრო დაუთმონ შვილებს და მეტი დრო გაატარონ ერთად. ვიმეგობროთ ჩვენ შვილებთან და ასევე ჩვენც მივიღებთ შემდეგში მეგობრობა შვილებისგან.